თხისრქა, მარსი. სხვა შორის ერთი საუკეთესო მდებარეობა არის მარსი თხისრქა. რატომ? იმიტომ რომ აი მარსი ხო არის დრაივი ენერგია, თხისრქა არის მეთოდური ძალიან, მიზანდასახული. ზოგადად ენერგია და აი ესეთი მარსის ადამიანი სხვა შორის არაემოციური მარსია. აქ დიდ ტემპერამენტს და სექსუალურობას და ვნებებს, ან ჩხუბს და კონფლიქტს და აგრესიას ამას ვერ ვნახავთ მარს თხისრქაში, ძალიან დინჯი გაწონასწორებულია. რაღაცა კუთხით გავს მარს კუროს სიმშვიდეში. ქალწული კურო თხისრქა მიწისტიქია, ძალიან მშვიდი მარსი არის, აქ ვერ ვნახავთ ჩვენ ემოციური სტერიტებს. მაგრამ ყველაზე ცივი აქედან მაინც უფრო თხისრქა არის. აი ურთიერთობაში დისტანცია, ურთიერთობაში სიცივე, საერთოდაც არ უნდა იყოს მთვარე, იქნება ეს ვენერა იქნება, მარსი იქნება თხისრქაში, იქ ცოტა დისტანცია, ცოტა სიცივე შემოდის მაინც. რაც არ უნდა თემა იყოს და ამის ხარჯზე ოღონდ აი კაცებს უფრო უხდებათ მარს თხისრქებს, აი ეს თან კაცს მარსი ვიზუალურადაც ახატია ზედ, ანუ სხეულის წყობაც სატყავს მარსი იმის მიხედვით ჩანს. მარსი თხისრქა უფრო დინჯი, მყარი, მამაკაცურ ენერგიასაც იძლევა ეს, აი ფიზიკურად, რაც არ უნდა ქალოია ტიპი იყოს, ქალოიას გულისხმობ, ხა იქ მთვარე კიცხიბი და ლილითთან სეერთებული და დედიკოს ბიწი და რაღაცა. მარსი თხისრქა თუ აქ ამ კაცურ ენერგიას იჭერს მაინც როგორ ხაც რა ის ჩანს ხოლმე ამაში და საქმეში ძალიან მიზანდასახულები არიან, პრაგმატულები არიან. აი ესე უყურებს რა, ამის შემდეგ იმას ვახწევ, იმის შემდეგ იმას, ანუ ზემ მოთმინებაში გადავდივართ. აქ ძალიან დიდი მოთმინება, დიდი სიდინჯე, ამტანობა შემოდის, თხისრქა ასევე ამტანი ენერგეტიკა არის, მაგიტომ ამბობ რა, თხისრქა და კურო მარსები ერთმანეთს ძალიან კარგად უგებენ მიწისტიქიები რა, რომ აი იქაც სიმშვიდე შემოდის, აქაც სიმშვიდე, უბრალოდ მე დაღლიან ერთმანეთს მეორე მხრივად არის, რაღაცა საერთოდ პარტნიორულ ურთიერთობებში ჩვენ ოპოზიციური ენერგია მაინც გვჭირდება, რაღაცა პოლარობა გვჭირდება, თორე ისე ან ვიწყენთ, ან უბრალოდ არ ვითარდებით, ხო? იმიტომ რომ კონფლიქტში და ამ უკმაყოფილებაში ვიზრდებით როგორც წესი ხოლმე. მაგრამ მაინც ახლა კომფორტზე თუ ვლაპარაკობთ, მეგობრობაშიც ეს ორი ენერგია ძალიან ოკეი არის რა ერთმანეთთან რა. ამის მიხედვით ხედავთ ხოლმე მარსი თხისრქა, რომ ეს ცივია, დინჯია, გაწონასწორებულია, მომთმენია, გიყურებს, იხტუნავებ ბევრს, ეს მოითმეს და გიტანს ესე რომ ვთქვათ, მე თავის მიზანს მიაღწევს. ამ შემთხვევაში მარსი ერთ-ერთი პერსპექტიულად წარმატების მიმღწევი ზონა არის თხისრქაში და მეათე სახლშიც მსგავსი არის, მეათე სახლში ცოტა სხვანაირად მუშაობს, ეს მამის სახლია საერთოდ მეათე სახლი, ავტორიტეტების სახლი, მამის სახლი და მარსი მათ კონფლიქტებს ქმნის. მაგალითად ხელმძღვანელ ტიპებთან შეიძლება კონფლიქტი, დაჯახებები ურთიერთობებში, ან მარსიანული